რამდენჯერ გიფიქრიათ, როგორც არიმართებოდა თქვენი ცხოვრება სხვა ქვეყანაში? ან თუ უკვე ემიგრაციაში ცხოვრობთ, რამდენჯერ დაფიქრებულ ხართ? ხომ არ შეგეშალათ ემიგრაციისთვის შერჩეული ქვეყანა? თუ აქვს ამ ყველაფერზე ახსნა, ასტროლოგიას, გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ნინა მამუკაძე ვარ, ქართული, იტალიური და დიასპორული მედია Hermesi TV-ს დამფუძნებელი. ეს არის პოდკასტი საქართველოდან. მეც ისევე როგორც ბევრი ქართველი ვარ ემიგრანტი ჟურნალისტი და ჩემი ჟურნალისტური საქმიანობაც ძირითადად დიასპორასა და ასევე საქართველოს პოპულარიზაციას უკავშირდება. მცირე დროით საქართველოში ვიმყოფები და გადავწყვიტე მესარგებლად ჩემი საქართველოში ვიზიტით და ჩამეწერა ვფიქრობ თქვენთვის საინტერესო თემებზე, ასევე საინტერესო რესპონდენტებთან ინტერვიუები. ჩემს დღევანდელ რესპონდენტს ვფიქრობ ბევრი წარდგენა არ სჭირდება. ჩემი დღევანდელი სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელია, რომელთანაც ვისაუბრებთ ასტროლოგიასა და ემიგრაციაზე. ბატონო მიხეილ, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს საუკეთესო სურვილებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. შესავალში აღნიშნე, რომ მეც უკვე მრავალი წელია ემიგრაციაში, კონკრეტულად კი იტალიაში ვიმყოფები და უნდა ვაღიარო, მეც არაერთხელ გამჩენია ეს შეკითხვა, სწორი იყო თუ არა თავის დროზე ჩემი არჩევანი და სწორად შევარჩიე თუ არა ემიგრაციისთვის ქვეყანა და ეს პირველი ჩემი შეკითხვა შეიძლება ცოტა პირადულიც იყოს. თუ არის შესაძლებელი ასტროლოგიურად აი ამის განსაზღვრა და გაგება? თავისთავად, იმიტომ რომ გეკითხვა სწორია, კარგია და მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ აქ ჩვენ იმდენ რამეს გადავეყარეთ ამ ასე ვთქვათ არასწორ არჩევანთან დაკავშირებით, რომ უდავოდ აქტუალური თემა ეს. მოდი ახლა ესე ვთქვათ, ასტროლოგია სწავლობს ციური სხეულების ენერგეტიკულ ზეგავლენას ბიოლოგიურ ორგანიზმებს, მათ შორის ადამიანებს, ხო? შესაბამისად, როცა იქნება ადამიანის პირადი ასტროლოგიური რუკა, ეს არის მისი კოსმიური კოდი, რომელიც გვიჩვენებს. რისთვის დაიბადა ადამიანი, რა კოსმიური მისია აქვს, რა უნდა განავითაროს, რა არ უნდა განავითაროს და სად შეიძლება მიაღწიოს დაუშვათ წარმატებას. აქ იგულისხმება როგორც პროფესიები, იგულისხმება პარტნიორული ურთიერთობა, იგულისხმება მათ შორის ქვეყნებიც. კი ბატონო, ეხლა კარგით, აი პრაქტიკიდან გამომდინარე, მე ადრეულ პერიოდში მაგათ როცა არ ვიცოდი ასტროლოგია, მეგონა რომ ამშუმბა საწახვალ რომ აქ ქვეყანაში რაღაცა, ხა ევროპა და უშუალოდ ცივილიზაცია რაღაცას მოიკიდებ ხოლმე რაღაცას გაგერ. თორემ თლად მასე არ ყოფილა საქმე, იმიტომ რომ ხვდებოდი ვიღაც ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ, როგორც წავიდოდნენ, ესე ჩამოვიდნენ არაფრით. აი მაშინ პირველი კითხვები დავსვი და მე როცა უკვე ასტროლოგია შევიცანი და უკვე კარგად შევისწავლე, მე ასტროლოგია მაჩვენა, რომ თურმე ესე არ არის. ასტროლოგია გვეუბნება არა მარტო თქვენთვის სასურველ დაუშვათ იქ პროფესიებს, განვითარების სქემებს, გზებს და ასე შემდგომ, მათ შორის თვისებების, რომელიც განვითარება ხელს უწყობს წარმატებებს ადამიანში, არამედ თურმე გვაჩვენებს უცხოეთი ადამიანს უწერია თუ არა. აი არ გიფიქრეთ არასოდეს მე რატო არ წავედი ემიგრაციაში. რატო წავედი მაინც და მაინც კონკრეტულად ამ წელს. ამას მე არ დავუბრუნდეთ, მე მეორე თემა. პირველი ზოგადად უცხოეთი. რატო არ წავედი მე? იმიტომ რომ ჩემ კარგებო არ მიწერია პირად ჰოროსკოპში. უცხოეთი არ არის ჩემი წარმატების ადგილი. ჩემი წარმატების ადგილი არის სამშობლო, კარმული ვალები მაქვს სამშობლოს და რომელიც უნდა გამოვასწორო სამშობლოს სამსახურით. და ეს არის ჩემი წარმატების ფაქტორი და მომიტანა კიდეც. მეგობრებო, და უცხოეთში შეიძლება სულაც არ ქონდა ცუდი შანსები, მაგალითად მე, მაგრამ რადგან კოსმიურ მისიაში ეს მე არ მიზის, ესე იგი არ არის საჭირო გზადმეტი ექსპერიმენტების ჩატარება. აი მოდის რუკა ადამიანი და ასტროლოგიურ რუკაში ჩვენ გვაქვს გარკვეული მითითებები, მაგალითად ჩილდოსნის ზოდიაქო, მაგალითად პლანეტა იუპიტერი, მაგალითად ფარველი ანგელოზი, მაგალითად ერთადებული აღმავალი კარმული კვანძი, რომელიც გვიჩვენებს საიდან მოდის წარმატება, ხო? მათ შორის უცხოეთში არის წარმატება თუ ეს პოზიციები დაუშვათ არ არის უცხოეთთან დაკავშირებული, იმ ადამიანს უცხოეთში აფერი არ ესაქმება. როგორც წავა, ისე ჩამოვა. და თუ არის ესე ცნებები ასტროლოგიაში, როგორც არის ბოროტი პლანეტები, სატურნი და შავი მთვარე, თუ ისინი მოხვდნენ უცხოეთის ნიშანში, იმ ადამიანს ეკრძალება უცხოეთთან კონტაქტი. და ამას შეიძლება მოყვეს მე დიდი უსიამოვნებები უცხოეთში. ამის კითხვა მინდა, თუ ადამიანის ჰოროსკოპში საერთოდ არ ჩანს ემიგრაცია და ეს პიროვნება მაინც მიდის ემიგრაციაში, რა ხდება ამ დროს? ნუ იცი რა, მთავარი არის, რომ იქ არ მოხვდნენ ბოროტი პლანეტები უცხოეთის ზონაში. თორემ მას ან გაძარცვავენ იქ,
ან დიდხანს აყურყუტებენ ისეთ ადგილას, რომელიც აიფსის მომცემი არ იქნება, ვერ იშოვის სათანადო სამსახურს. ვიხდი და რაც ქონდა ყველაფერს დახარჯავ და ჩამოვა უკაფიქოთ. აი ეს მოხდება. და მტრისას და ავისას კიდე ციხეში თუ ჩასვეს. ეს ტენდენციაც არის. უფრო მეტიც აი არა ისეთ შემთხვევები, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ შეიძლება გადაეყაროს ავანტიურის და მათყუარ ადამიანებს. და არის ესეთი შემთხვევები, როცა მართლა ეყრება ეს ადამიანს, რომელიც შეთავაზებენ რაღაც სასწაულ, სამუშაო, სასწაული დაუშვათ ფინანსური, მომგებიანი საქმის ერთობლივად შესრულებას და მერე მოატყუებენ. აი ეგ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც მომიყვა ეს ამბავი, როცა ჩამოვიდა იქედან, რომ ესე იგი ამუშავეს 3 თვე და არ გადაუხადეს. და რატო? იმიტომ რომ თურმე ხელშეკრულებაში პუნქტი არ იყო გადახდის. ამა ხელი მოაწერა ავტომატურად გაეხარდა უცხოელებმა ხელშეკრულება და აუ იმუშავებ. 3 თვის მერე დარჩენულზე იმუშავა თყვილად და ვერც ვერავის ვერ ეთყოდა. იმიტომ რომ ხელი მოაწერა იმ საბუთს, სადაც არ იყო ეს პუნქტი. ამიტომ მით უმეტეს, როცა ენა კარგად არიციან ემიგრანტებმა და ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ, იქ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას, ხო? იყო სხვა შემთხვევები, როცა მაგალითად იყო ერთ-ერთი გოგონა, რომელმაც მითხრა, რომ აი დანიაში აქ გასასვლელი, ესე იგი, იმიტომ რომ ვიღაც მილიარდერს შეხვდა, სადღაც გაიცნო, მოკლედ ძალიან მოეწონა იმას და უნდა მისი ცოლობა. მე როცა დავხედე რუკას, ხედავ რომ დანიაში აქვს შავი მთვარე. დანიის ზონაში ხო, ეს ვეუბნები კატეგორიულად არა. იქ ცუდი რაღაცები მოხდება. კონკრეტულად რა არ ვიცი, მაგრამ მოხდება და ფრთხილად იყავი ცეცხლთან განსაკუთრებით. სადღაც 2 წლის მერე მოდის ჩემთან და მიყვება რაც დაემართა. ესე იგი იახტები, ყველანაირი ესე იგი სახლები, მანქანები, ყველაფერი თავზე საღრელი. ორჯერ მოხდა ისეთ ავარიაში, რომ ძლივს გადარჩა. პლუს კიდევ იხშებოდა ბასენში, ეს კიდევ ცალკე თემა იყო. და პლუს ამას დაემატა ის, რომ მოხდა სასწაულ ხანძარში და ბეწვზე იყო გადარჩენილი. და მთელ ამ თანთევზ ეპიზოდი აქვე იყო. მოხდა ესე იგი ამ სიტუაციებში დაეწყო დეპრესიები, ნერვიულობები, არ შველი და კაი ცხოვრება და საბოლოოდ მერე დაჭდა ნარკოტიკს. და ჩამოვიდა აქ სამკურნალოდ. მეგრე? და აი მერე უკვე რაღაცები შეცვალა. ესეთ მეორე იყო შემთხვევა, როცა მაგალითად ლონდონში ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც მე ვთხარი ლონდონში არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე, რაღაცა მოხდება რა ცუდი რა, ახლა არ ვიცი ესე ზუსტად, მაგრამ რაღაცა მოხდება. სარგეში უცებ დაინახა ეშმაკი. ისეთი ფსიქოლოგიური შეტევა ჰქონდა, რომ მე კაი 1-6 თვე მკურნალობდა, რომ გამოსულიყო მდგომარეობიდან. აი უო ჩვენ სპორტსმენები, შორს ვარ წავიდეთ, ხო? აი ჩვენ გიორგი ქინკლაძე გადასწარვი ფეხბურთელი, ხო, წინვალე ტურნირები, ჩაატარა გადასწარვი სეზონები იმაში ბრიტანეთში, მანჩესტერ სიტის თამყვანი მოთამაშე იყო და მიიღო მერე ესე იგი ამსტერდამის აიაქსიდან მოწვევა. როცა მისი ახლობლები დამეკავშირდნენ, მე ვთხარი, რომ ჰოლანდია დაუბრუნოს მას, ანუ ნიდერლანდები დღევანდელი, ხო? ეს არ არის მისთვის კარგი ქვეყანა. გესმის, ამიტომ დაანებეთ თავი. არ დამიჯერეს. რა მოხდა? ფაქტობრივად აიაქსიდან დამთავრდა მისი კარიერა. ამ ყველაფრის განსაზღვრა ესე დეტალურად შესაძლებელია ნატალური რუკიდან თავისთავად, მაგრამ თუ არიან ნიშნები, რომლებიც უფრო მეტად განწყობილები არიან ემიგრაციისადმი, ან უფრო მეტი წარმატება აქვთ ამ ნიშნებს. განწყობილება არ დაგეხმარება, ჩემო კარგო, ერთი არის. არა, ასტროლოგიური განწყობა ვიგულისხმე. არა, ნუ თუ არის კარგი მონაცემები, როგორ არაგაც, როცა მე არიან ის ნიშნები, რომლებიც უკეთესად ახერხებენ ინტეგრირებას. ხა მოდი ასე თქვა, ეს არის პირად რუკას. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, ხო? მაგრამ ეხლა მაგალითად კირჩხიბს რო უფრო სამშობლო უყარს ვიდრე მშვილდოსანს, რა თუნდა ამას ორი აზრი. მშვილდოსანი უფრო მიდრეკილია თავისი ბუნები და ტყუპები, მაგალითად უცხოეთისკენ და მოგზაურობისკენ. კირჩხიბს უფრო უყარს თავისი ბუდე. ცოტა ხნით თუ წავა გამოიქცევა მერე მალე. მეურვით ეს ზოგადი თვისებები ახასიათებდა ამათ, მაგრამ რაც შეეხება უკვე იმას თუ რაოდენ იგივე კირჩხიბი, თუ მას მაგალითად გამარჯვების პლანეტა მოხდა უცხოეთის ზონაში, ის ძალიან წარმატებული იქნება უცხოეთში, მაგრამ ხშირად ხდება შერეული ვარიანტები. ეს ყველას კარგია მე თუ მგითხავთ. აი მაგალითად თუ ხედავ რომ როგორც სამშობლოში ასე უცხოეთში აქვს წარმატება, ამას ვეუბნები. ანუ თქვენი კოსმიური მისია არის რა? 50-50-ზე 50-50 ურთიერთობა უცხოეთთან სამშობლოსთან. მერე მედის დაკონკრეტება, რომელი ქვეყანა? იმიტომ რომ უცხოეთი მრავალფეროვანი. ეს იყო ჩემი ძალიან ბევრს საინტერესებს. ანუ არსებობს შენი ქვეყანა, თუ ემიგრაციაზეა საუბარი? არსებობს შენი წარმატების ქვეყანა.
გესმის, უფრო ასე ვთქვათ. თორე შენი ქვეყანა მთლად ცოტა მცდარი შეიძლება იყოს. ეს შენი ქვეყანა დაკავშირებულია წინა შენ ცხოვრებასთან. აი რა შესაძლოა. შენ თუ წინა ცხოვრება გაატარე იტალიაში, ეხლა იტალია გიზიდავს. მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს წარმატების მომტანი, მაგრამ გიზიდავს. ამიტომ ჩვენ გვინდა ესეთი ქვეყანა. ძალიან საინტერესო ფაქტორია. ანუ შეიძლება ქვეყანა გიზიდავდეს, მაგრამ ეს არ იყოს ასტროლოგიურად შენ. არ იყოს. კი, როგორ არა, რამდენიც გინდა. აზეთიც არის შემთხვევები. ზოგადად მე რახან იტალიაში ვცხოვრობ, ბევრჯერ მომისმენია ქართველებისგან, რომ იტალია ძალიან მიმზიდველია მათთვის. კი ბატონო, მიმზიდველია, იმიტომ რომ სადღაც გავს საქართველოს ხალხის მენტალიტეტიც ახლოა ქართველებთან, ვიდრე მაგალითად სკანდინავიური ქვეყნები დაუშვათ, ხო? მაგრამ ეს არ შეავს თუ ის წარმატებულია მათთვის. ამიტომ უნდა ვიპოვოთ, სად არის გამარჯვების პლანეტა, რომელ ქვეყანაში. სად აძლევს მას წარმატების შანსებს. ის ქვეყანა უნდა ავირჩიოთ და იქ უნდა წავიდეთ. ამიტომ არის საჭირო ასტროლოგიური პირადი რუკის შექმნა და არ უყუროთ მარტო განწყობას. იმიტომ რომ განწყობა ერთი თქვენ გიზიდავთ, მაგრამ ის მიზიდველობა არ მოგცემთ. იქ ახლა ცუდად არ გზნობთ თავს, მაგრამ არ შემოდის შემოსავალი, არ მიდის თქვენი კარიული განვითარება. და რატო ვერ ხვდებით? აი გამარჯვების ქვეყანაში რომ მოხვდებით, თქვენ თვითონ გაიკვირდებათ. როგორ შეხვდებით ზუსტად იმ ადამიანს, რომელიც დაგეხმარებათ რაღაცაში წინ წაგწევთ და ასე შემდგომ, ხო? ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომელი ქვეყანა უფრო მეტიც აქ შეიძლება რეგიონებიც დაიყოს. მაგალითად, ზოგს ვეუბნები დავუშვათ თუ იტალიაზე საუბარი, რომ აი ზოგისთვის კარგია ჩრდილო ნაწილი და ზოგიერთისთვის სამხრეთი. ხო, ანუ შეიძლება ქალაქშიც იყოს, ხო, რომში უკეთესად ვიგრძნო თავი და მეტი წარმატება მქონდეს ვიდრე მილანში. ვიდრე მაგალითად ნაპოლი. ესმით, ეს კიდე ცალკე დეტალი ერთია ქვეყანა და მეორე კიდე რეგიონებს კიდე თავისი ასტროლოგიური ზოდიაქოები აქვს, სადაც არის წარმატება, ან არ არის წარმატება, ასევე გერმანიაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ, აი შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა ახლა ადამიანი და ნიუ-იორკშია. და ნიუ-იორკი ყველაზე ცუდი ვარიანტი აქვს შტატებში. გაცილებით უკეთესი იქნებოდა ვირჯინიის შტატი ან კალიფორნია მისთვის, ვიდრე ნიუ-იორკი, მაგრამ მოხდა ნიუ-იორკში. ნუ ზოგადად საშუალო დონეზე არის, თუნდაც არ არის. მაგრამ უკეთესი იქნებოდა მისთვის ვირჯინია ან კალიფორნია. ეხლა ეხლა დაფიქრდა მაგაზე. თუ ვარიანტი მექნება, ოფიციალურად მოსიჯაო. ეხლა ამიტომ ესეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ და კიდევ როდის მივდივართ უცხოეთში. ძალიან მნიშვნელოვანია. რატო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს პოზიტიური და უარყოფითი პერიოდები, ხო? თქვენ თუ მოხდით დაუშვათ უარყოფით პერიოდში, როცა იმუნიტეტი გაქვთ დაბალი, ემოციური გაღიზიანება მაღალი, წარმატების ფაქტორი ნული და ამ დროს მიდიხართ იქ ესე ნულზე, შეიძლება დიდხანს იცვალოთ მინიმუმ 1 თვე და ფერ გამოგივიდეთ. და შეიძლება ზოგი წამოვიდეს კიდეც უკან. მაგრამ თუ თქვენ მიდიხართ პოზიტიურ პერიოდში, თქვენთვის როცა იღბლიანობაც მაღალი გაქვთ და წარმატების შანსი, რასაკვირველია აქ მეტია გამართლების შესაძლებლობა და უფრო მეტად იმის ფაქტორი, რომ სამსახურსაც ნორმალურს იშოვით მეტნაკლებად და ფინანსური ანაზღაურებას გექნებათ. და ნატალურ რუკაში რა არის ხოლმე ის ნიშნები, როდესაც არავითარ შემთხვევაში არ ურჩევთ ემიგრაციას? ნუ მაგალითად თუ მშვილდოსნის ზოდიაქოში მოხდა სატურნი და შავი მთვარე თან კიდე მარსთან შეერთებაში. ეს კატეგორიულად არა. იქ შეიძლება დასრულდეს ფატალურად იმ ადამიანის ცხოვრება, ანუ გარდაიცვალოს, ან მოკლან. მოდი ასე ვთქვათ, ან ავარიაში მოყვეს. ამის ალბათობა მაღალი და უკვე რისკი არ არის. თუმცა არის სხვა ვარიანტებიც, როცა მე მაგალითად ესეთ დაძაბულ რაღაცას ხედავ სამშობლოში. და მაშინ უკვე შეიძლება ეგრეთ წოდებული პირიქით ჯობს რომ დატოვოს. არა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ასტროლოგიური სახლები ეგრეთ წოდებული შევცვალოთ და ეს რაზე იქნებოდა? გაკეთდება უკვე წლის ეგრეთ წოდებული რუკა, რომლის მიხედვით ჩვენ ვარკვევთ იმ წლის განმავლობაში, მაგალითად თუ ის წავიდა საზღვარგარეთ და გაეცალა სამშობლოს აი ამ პრობლემურ მომენტებს, ხო? რომელ ქვეყანაში, რომელ რეგიონში? ქვეყნის შეცვლით, რადიკალურად შეცვლით ცხოვრების წესითაც, ხო, მათ შორის, იმიტომ რომ ცხოვრების ყოველდღიურობა წესიც იცვლება ადამიანის, თუ იცვლება პირადი რუკა. არა, რუკაში არის რასაკვირველია გარკვეულწილებები, ოღონდ არა მთლიანი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ცნება ასტროლოგიური სახლებისა. აი ეს სახლები იცვლება და ამ სახლების შეცვლა რასაკვირველია გარკვეულ ზეგავლენას პერიოდზე ახდენს. და უცხოეთი აი ამ სახლებს სწორედ ცვლის. ამ პრინციპით სხვა შორის გერმანიაში თავის დროზე იცოდნენ ეს რუდოლფ ჰესი იყო ასტროლოგიის ძალიან დიდი მცოდნე
კრაფტი ყავდა ჰიტლერს, ეს იყო პირადი მისი ასტროლოგი თავის დროზე. ასტროლოგები ბევრს გასვეჩეს, ფრანსუა მიტერანს ყავდა თავისი ასტროლოგი, რონალდ რეიგანს ყავდა, ჯოან კუინგლი მშვენიერი ასტროლოგი, უბრალოდ ამაზე არ ხმაურობენ, თორე ყველას ყავს თითქმის. და მაშინ რუდოლფ ჰესმა მაგალითად გამოითვალა ის ზონა, საით უნდა გაფრენილიყო, თავის დროს შოტლანდიაზე გადავიდა, მერე შოტლანდიაში და გადარჩა. არ დაიღუპა, იმიტომ რომ შეიცვალა ასტროლოგიური სახლები და ეს დაღუპვის ენერგია შეიცვალა გადარჩენის ენერგიით. ესეთი რაღაცაც ხდება, ამიტომ უნდა ვიცოდეთ საით, სად მივდივართ, სად გვაქვს წარმატების ფაქტორი. მივხვდით? სიყვარული და ოჯახი. შეიძლება დავინახოთ პირველად რუკაში, რომ სწორედ უცხოეთში ელოდება ადამიანს ნამდვილი სიყვარული და თავისი ადამიანი. იმდენი მყავს უკვე დაქორწინებული უცხოეთში, რა გითხრათ, აბა მე პატიჟებიან ხან ერთი ხან მეორე, იმიტომ რომ ჩანს ქორწილშიც გაპატიჟებიან. სხვა ქორწილში ხან ისე მერე და სტუმრა და ასე შემდგომ, ასე რომ მან როგორ არა, უფრო მეტიც აქ ბევრი დეტალებია. ხა ერთი ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა. თუ ის მოექცა მე-9 სახლში ან დაუშვათ შილდოსანში რაღაც ისეთ ზონაში, რომელიც ხელს უწყობს უცხოეთთან კონტაქტს, ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ჩანს ბევრნები ხშირად, რომ სასიყვარულო პარტნიორი გეყოლება უცხოელი. ან შეიძლება უცხო ტომის წარმოადგენელი. არის ვარიანტიც კიდე შერეული, როცა შეიძლება უცხოეთში იპოვო, უნდა იყოს ქართველი. აი ეს ვარიანტიც არის და ამასაც უხსნე და ძალიან ხშირად ხდება ესეთი ამბები. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის და უფრო მეტიც მე იმასაც უნიშნავ, როდის ჯობია ქორწინება. მაგალითად, ამასაც მნიშვნელობა აქვს, იმიტომ ქორწინება საკრალური მომენტია, ხო, შეერთება ორი ენერგიისა და უნდა იყოს კარგი დღე. თუ ის ცუდ პერიოდშია დაუშვათ, როცა პლანეტები ძალიან ცუდად არიან განწყობილები, მე შეიძლება აერიოს ეს ურთიერთობა და ეს ქორწინება. ამ დეტალებსაც ვაქცევთ ყურადღებას. არის ესეთი ვარიანტი, რომ მაგალითად ემიგრაცია არ უწერიათ, როგორც ეს ხაშოს ემიგრაცია არის დროებითი და არის კიდე სამუდამო. ამაზეც კიდე ცალკე ვსაუბრობთ, რომ თქვენ დროებით შეგიძლიათ წახვიდეთ და კარგი იქნება. სწავლისთვის, სამუშაო და შემდგომ დააგროვოთ ცოდნა კაპიტალი, ონ მერე ჩამხვიდეთ. მაგრამ არის ესეთი, რომელსაც ვეუბნები, რომ შეგიძლიათ მთლიანად წახვიდეთ უცხოეთში. სრულ ემიგრაციაში. კი ბატონო, ესეც უწერია ცალკე. როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე ქართველებს ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ ჩვენ მაინც განსაკუთრებულად ვგრძნობთ აი ეს პატრიოტიზმი გვაქვს. განსხვავებული არა, განსხვავებული აბსოლუტურად და ეხა უფრო ძველ თაობაში უფრო ნაკლებად უნდათ რასკვილი. უცხოეთში წასვლა, ცოტა ხნით ბიზნეს საქმე კიდე დაუშვათ, მაგრამ ისე საცხოვრებლად არა, მაგრამ ახალგაზრდა თაობა როგორც ყველგან მიუთვის ევროპისკენ უკან არის ხედება ხშირად სამწუხაროდ, არა და ემიგრაციას უაც არ უწერიათ. მაგრამ ერთ სული აქვთ რომ გაიქცნენ. მაგრამ მე სხვაჩვი ზოგიერთი ჩამოდის უკან ხდება, რომ ეს პლატმათი ადგილი არ არის საბოლოოდ. ეს მომენტი არის და უფრო მეტიც მე ვაგზავნი ხშირად სამკურნალოდ. ანუ მაგალითად აი იყო ცოლკმა, რომელსაც შვილი არ ყავდათ. მე ვთხარი, შვილის გაჩანის ვარიანტი მეტი გექნებათ უცხოეთში და მივხვდით ეს სად, ვიდრე სამშობლოში. ეგ დაფეხმძიმდა ქალი. და აქ კიდე წვალობდნენ 5 წელი არაფერი. კურნალობდნენ რა არაფერი. მე ვთხარი სამშობლოში ჩაკეტილი გებთ. არხი გამრავლების, ამიტომ გამოიყენეთ უცხოეთი. ემიგრაციაში წასული ადამიანების შემთხვევაში ხშირად ინგრევა ხოლმე ოჯახი. ეს შეიძლება იყოს დისტანციიდან გამომდინარეც ფსიქოლოგიური ფაქტორი, თუ აიხსნება ასტროლოგიურად ეს ფაქტი. როგორ არა, თუ მაგალითად ყოფილა შემთხვევები, როცა მე ვაფრთხილებ, რომ უცხოეთში სასიყვარულო ურთიერთობა გააგირთულებ ცხოვრებას. არის ესეთი რამ, თუ შავი მთვარე მოხდა პლანეტა ვენერას გვერდით შილდოსნის ზოდიაქოში, ეს უკვე ვერდიქტია. და ვეუბნები იქ დაგენგრევათ ოჯახი. და მით უმეტეს თუ იმ ქვეყანაში წავიდნენ, რომ ეს მე ვთხარი, რომ ცუდია, მაგრამ მაინც წავიდნენ. იქ წყალი არ გავა, 99% აუცილებლად ენგრევათ. ეს შემთხვევები არის. და არის, როდესაც ემიგრაცია პირიქით ოჯახის შენარჩუნებას უწყობს ხელს. როდესაც თქვათ ერთი მიდის და მეორე რჩება. არა, როცა ერთი მიდის, მეორე რჩება, აქ 50-50-ია. თანაბარია თითქმის ვარიანტები, როცა მე მაგათ ვეუბნები, რომ აი წავიდა ხო ის, მაგრამ შენ არ გიწერია ეს უცხოეთი. ჯობი აქ დარჩი. მაგრამ აქაც გვაქვს 50-50. რატო? იმიტომ რომ იმას, ვინც წავიდა ერთ-ერთ მეუღლეს, იქ აქ ვარიანტები სასიყვარულო კონტაქტებისა და საფრთხილოა. მეგდეთ, ამიტომ ვეუბნები ხშირად შენ კი არ გიწერია უცხოეთი, მაგრამ წადი იმისთვის, რომ მე ის არ დაიკარგოს იქ. და აი ესე გადავარჩენთ ხოლმე ამ ურთიერთობებს მიხდი, მაგრამ ეს თუ აქ დარჩა ერთი პარტნიორი და მეორეს იქ უწერია, რომ შეიძლება ვიღაცა გაუჩნდეს, კი ეს აუცილებლად ხდება და მე ეს ოჯახი ინგრევა.
კი, ვარიაციები ბევრია. რაც შეეხება ფინანსებს, არსებობს პერიოდები, როდესაც უფრო მეტად მომგებიანია, მოდი ასე ვთქვათ, გადაადგილება, მიგრაცია. ჯერ ერთი არსებობს რასაკვირველია და მეორეც ერთი უნდა ვიცოდეთ ფინანსები საიდან მოდის. დაუშვათ ახლა ადამიანს უწერია რომ მისი წარმატების ადგილი, არის დაუშვათ ტურისტული სფერო, ტურისტული ორგანიზაცია. და ის მიდის სოფლის მეურნეობაში უცხოეთში დაუშვათ, რაღაცას კრიფავს. არ იქნება ის ფინანსური მოგება, ხო? და ამ დროს ტურისტში რომ დასაქმებულიყო დაუშვათ, ხო? გაცილებით მეტი მოვიდოდა. ამიტომ უნდა იცოდეს კიდევ იქ რომ მიდის, რა სფეროში ჯობია. აი მე მაგათ ერთ პიროვნებას უცხარი ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ რეალურად ეგ მეცნიერი იყო ადამიანი, მუშაობდა სხვა სფეროში და ვეუბნები რომ კაცო, აი რაღაცა რო იყოს სითხეებთან დაკავშირებული უცხოეთში. ან დაუშვათ, ბენზინი, შეიძლება იყოს რაღაც წვენები, შეიძლება იყოს რაღაცა წყლის ინდუსტრია, რაღაც ნებისმიერ სადაც სითხესთან გვაქვს ბიზნესთან საქმე, ხო? აი ეს უცხოეთში ძალიან გაგიმართლებს, ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ ესეც სამრეწველო სფეროებთან ურთიერთ არ ქონდა. გავიდა კარგა ხანი და მე ჩამოვიდა და ჩამომიტანა წვენები, რომელსაც ესე იგი ცხოვრობს უელში ახლა და წვენების გამოშვება დაიწყო, კაცო, თავისი რეცეპტი აქვს, ძალიან საინტერესოა ხილი, ნატურალური ხილი და რა კომბინაციები გააკეთა ამ ხილისა მომიყვა და ძალიან ლამაზად შეფუთული და ძალიან პოპულარულია თურმე ბრიტანეთში და ამას უშვებს და მომიტანა გამასინჯა ძალიან მომეწონა სხვათა შორის და ყველაფერი მაჩვენა და აწყო მშვენიერი ბიზნესი თავის პატარა ქარხანა აქვს და ასე შემდგომ კაცი რომელიც საერთოდ არ ფიქრობდა ამაზე. როგორ არა? რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციაში მხოლოდ ფულის გამო, ფინანსური ინტერესის გამო მიდის? იმიტომ რომ ბევრი ადამიანია ძალიან ასე. მესმის, ბევრი კი ძირითადად მაგის გამომიდი, არა, ზოგი განვითარებისთვის. არა, არის ეს, მაგრამ ეს უმცირესობა ძირითადად მიდის სიდუხჭირის გამო, გასაგებია, მაგრამ მე უბრალოდ ურჩევდი იმას, რომ კი ბატონო, იმუშავეთ, მაგრამ იცით რა, განვითარდით რა, ფული კარგია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენი გისწავლოთ კიდეც, იმუშაოთ კიდეც, რაღაცა განავითაროთ კონტაქტები, საზოგადოების რაღაც ნაწილი გაიცნოთ. რატო? იმიტომ რომ ხშირად ვეუბნები რომ აი მე დავუშვათ ჩამოხვედით და აქ შეიძლება იმ დაგროვილი ფულით შექმნათ თქვენი ბიზნესი. აი ეს კონტაქტები უცხოეთ და ის გამოცდილება რაც გაიარეთ, მე გეხმარებათ. ერთობლივ პარტნიორობთან. ეს ხოთშორის ჩვენი მედია, დიასპორული მედია და აი ამ მიმართულებით ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე, რომ იქ თუნდაც ენის შესწავლა იქნება თუ ის კავშირების გამო. ძალიან ბევრს ასე ვთქვათ პროპაგანდას ვეწევით, რომ აუცილებელია, არა მხოლოდ ის დაგროვება იმ თანხების, ეს ამისთვის მიდიან, ბუნებრივია, მაგრამ შეიძლება პარალელურად ეს შეიძლება კი არა ვფიქრობ აუცილებელია, თუნდაც იმიტომ რომ ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელი დაბრუნდეს იქიდან. მე ურჩევ ყველას რას ყვია, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს მიყვებიან, რომ ორივე ხელი შემიძლია ავწიო. კი, არის შემთხვევები და თანხმები. გავდივართ, ღამე შემოვდივართ, მეუბნებიან და აი ესეთ მდგომარეობაში არიან, რომ იქ რაღაცის წაკითხვა და სწავლაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ხო? მაგრამ თუ არის საშუალება, მაშინ უნდა გამოიყენონ იქ ისწავლონ კიდეც, წაიკითხონ კიდეც, უცხოენები წაითვისონ და ასე შემდგომ, ეს აუცილებელია. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ დაბრუნების ეტაპი დადგა? ეცე რა აუცილებლად შიდა ძახილი იქნება, სული აუცილებლად დაუძახებს მას, ხა არის მომენტი, როცა ადამიანი უკვე გრძნობს, რომ დასრულდა გარკვეული ეტაპი მის ცხოვრებაში და უკვე ის, რასაც აკეთებს, არც არ აძლევს. ხო, რეალურად გრძნობს, რომ შინაგანად იყინება. სტაგნაციაში გადადის მისი ემიგრაცია. ხო და რაღაცა საჭირო ახალი. მაგალითად, აი ჩვენი მსახიობი ია ფარლავა, ხო, მშვენივრად იყო შეერთებულ შტატებში, ჰოლივუდშიც კი რაღაც პატარა როლები ჰქონდა და რაღაცაზე ფინანსურად არ უჭირდა, კარგად გრძნობდა თავს. მაგრამ ჩამოვიდა აქ თბილისში შეხვდა და მეუბნება, რომ არაფერი არ მიჭირს, კარგ გარემოში ვარ, ყველაფერი კარგია, მაგრამ რაღაცა მეუფლება აი შინაგანი სევდა და ვერ ვიგებ რა მჭირს სოგესმის და მივიდა იქ დემი მურის ასტროლოგთან. იმანაც ვერაფერი ვერ უთხრა ნორმალური. ხო და რაღაცა მჭირსო რა, აი რაღაცა შიგნით, რაღაცა აი მაწუხებსო, ემოციური რაღაცა გაღიზიანებაც მეუფლება, ვერ ვიგებ რაშია საქმე. და ვაჩვენე პირდაპირ ვეუბნები, აი შენ გაქვს ფარველი ამპელოზი, აგერ ყავს სამშობლოში. შენ კარგა უცხოეთში საკუთარ ფარվել ანგელოზს, ამიტომ ის გაძლევს ნოსტალგიის ძახილს. გარკვეული გამოიმუშავე, გეუბნება გეყოფა. ჩამოდე ახლა აქ.
და სხვათა შორის ეს არავის არ უთქვია მეუბნება და აი მე გეუბნები მეოთხარი და დღემდე ახსოვს ეს ამბავი წავიდა უკან დაბრუნდა ყველაფერი დახურა და ჩამოვიდა. ანუ რუკაში ჩანს რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეტად წარმატებული იქნება. მეოთხარი შენ უკვე ეგ დააგროვე ცოდნა კაპიტალი უკვე გამოცდილებაც გაქვს. აი ამ შემთხვევაში მოდი ცოტა ტექნიკურ დეტალს შეგეკითხებით. რა ჩანს ხოლმე რუკაში რომ აი ეს გვაფიქრებინებს რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში პიროვნება მეტად წარმატებული იქნება საქართველოში. იცი რა, თუ მას აქვს მაგალითად იგივე თუნდაც პირად რუკაში ეგრეთ წოდებული სელენა, თეთრი მთვარე, სამშობლო ზონაში, მაგალითად კირჩხიბში. ეს აუცილებლად ეუბნება, რომ სამშობლოში დაბრუნება უცხოეთში მიღებული გამოცდილებით ცოდნით კაპიტალი წარმატების მომტანი. მეგოდი? და ამიტომ ია უკვე იმას აქში იყო, როდესაც უკვე სადღაც 35 წელს გადაცილდა და ამ შემდგომ 40 უახლოვდებოდა და ზუსტად ეს ის პერიოდი, როდესაც ფარველი ანგელოზის ბრუნი ხდება სრული და ეს გეზახის უკან. მეგოდი? და ამიტომ იაკ რო ჩამოვიდა მე რა მოხდა? გახსნა სილამაზის სალონები, უამრავი რაღაცები, გამოცემები და ასე შემდგომ და შვენივრად წარიმართა მისი ცხოვრება, ეს სხვანაირად წავიდა ეს ყველაფერი. ამიტომ აი ეს მომენტი შიდა ძახილი ემიგრანტს აუცილებლად აქვს. ყველას არ არის უკვე, მაგრამ უმრავლესობას აქვს. თუ მის პირად რუკებში არის აუცილებლად დაბრუნება სამშობლოში. მაგრამ არის კატეგორია, ვისაც არ უწერია ეს და პირდაპირ უწერია, თქვენი ადგილი არის უცხოეთი. და თუ იმ ქვეყანაში მოხვდნენ მით უმეტეს, სადაც აი კარგია მისთვის, წარმატებულია, მისია, მაშინ იმას არც უნდა დაბრუნება. ის შეიძლება ჩამოვიდეს ცოტა ყდით, მოინახულოს ახლობლები და წავიდეს. აქ არანაირი ძახილი არ აქვს. არის ეს კატეგორია რამდენიც გნებავთ. ყველაზე ცუდი რასაკვირველია არის ბავშვები. აი როცა ბავშვებს რეალურად უკვე აშორებენ, მერე სხვა მიზეზები დაუშვათ სამშობლოს და კონტაქტი რეალურად არ აქვთ. მაგრამ ეს ბავშვი უკვე გადაგვარდება ძალიან ცხად შორის ეს ჩვენი ძალიან ცუდი თვისებაა განსხვავებით სომხებისგან. სომხები რო ნახოთ ემიგრანტები და იქ მერე მათი ბავშვები კი არა სამმა თაობამ იცის ძალიან კარგად თავისი ენა, რელიგია და ისტორია. იქ რო ცხოვრობენ. ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ამ თემაზე. ჩვენთან უკვე მეორე თაობა ბავშვები და იმათი შვილებზე ყველაფერი არც ენა არ იციან, არც ისტორია არაფერი არ იციან. სამწუხაროდ აი ეს გვაქვს ჩვენ. იმედია რაღაცა შეიძლება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობა. თავისთავად დემოგრაფიული პრობლემაც გვაქვს, თავისთავად რომელიც გამოსასწორებელი, ამიტომ იმედი მაქვს რომ ეს ქვეყანა დადგება ასე თუ ისე ფერზე, მოწესრიგდება და ყველაზე კარგი ვარიანტია როცა ადამიანი ცხოვრობს სამშობლოში, ყველანაირი შესაძლებლობები აქვს და როცა უნდა, რამდენჯერაც უნდა და სადაც უნდა წავა დაისვენებს ან სიამოვნებს ან ერთობლივი იდეალური ვარიანტია ეს, სამწუხაროდ ასე არ არის. თავისთავად ემიგრაცია რო არ არის ადვილი და მსუბუქი, ეს ახლა ასე თუ ისე ბევრმა იცის, მაგრამ ნუ იძულებულია. ასე რომ მე მგონია რომ მოვაკიდე ეგ დრო, როცა ეს იძულება აღარ იქნება. იმედია. 2026-27 წლები როგორი პერიოდია მიგრაციისთვის? მოდი ახლა ესე ვთქვათ, მშვიდი არ არის. უბრალოდ მე ყველას ურჩევ რომ თუ ბათ უნდა დაპირებენ გამოიყენონ ეს წლები 2030-მდე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება მე დიდი ცვლილებები იყოს ევროპაში და ევროპაში შეიძლება საერთოდ ვერ იცნოთ. ამიტომ სადღაც 2030-მდე მიდის უკვე ცვლილებები სერიოზული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა და მათი ასე ვთქვათ სამთავრობო სტრუქტურების სწორ პოლიტიკას აერჩევენ და ევროპა გადარჩება. თუ სწორი პოლიტიკა არ გადაერჩა, არ ასე ვთქვათ, შეერჩა, მაშინ რა გითხრათ, 2035-36 წლებში შეიძლება ევროპა რეალურად დაცემისკენ წავიდეს სერიოზულად. ეკონომიკური კუთხით, კულტურული კუთხით, ემიგრაცია იქნება საქმე. მხოლოდ ევროპა თუ ამერიკაზეც არის? არა, ჯერ ევროპაზე ვსაუბრობ. ხო, ამერიკას უფრო გვიან, 45-47 წლები აქვს დაცემის სერიოზული ეტაპი და განპირობებულია ეს სამწუხაროდ მათი მთავრობების აბსოლუტურად არასწორი მოქმედებები და აღარ ყავთ ის სერიოზული პოლიტიკოსები, რომელიც ყავდა ყოველთვის ევროპას დაფიქრებულები და სწორად მოქმედი. ეხლა სამწუხაროდ ისეთი ხალხი აქვს შერჩეული, რომელიც პირიქით მიაკანებს ევროპას და ამერიკას ნგრევისკენ. სამწუხაროდ ეს პირველი ჯერ იქნება ევროპა, რომელიც შეიძლება ამის ქვეშ მოექცეს, მერე უკვე შეერთებული შტატები. ეს არ ვამბობ, რომ ახლა გინდა თუ არა დაინგრევა ეგ ყველაფერი და აფერი არ იქნება. არა, ესეთი რამ არ მოხდება, მაგრამ ეკონომიურად ყველა იგრძნობს.
რომ უკვე სირთულეებია, სიდუხჭირია, ემიგრაცია საშინელი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რის შედეგად საფრთხე აქვს ევროპას ძალიან დიდი, რომ სადღაც 2025-26 წლებში ევროპელები თავის ქვეყნებში გახდნენ უმცირესობა, რაც ნიშნავს ფაქტობრივად ქვეყნის დაკარგვას. ეს კი მერე რას გამოიწვევს და რა დაჯახებებს და კატაკლიზმებს და რა ძალადობებს უკვე შემოსულ ემიგრანტებსა და იქაურებს შორის, ეს უკვე ცალკე თემა. ამის ხიფათი არის. უდაოდ თავარია იმ თავრობები როგორ იმოქმედებენ ამ წლებში. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თქვათ, როგორ ჩანს ეს ყველაფერი ნატალურ რუკაში. შესაძლებელია, რომ ადამიანმა არ იცოდეს თავისი დაბადების დრო, ზუსტი დრო, შეიძლება ადგილიც არ იცოდეს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რასაც ხედავთ, იმდენი გაშულებული ნაშულები ადამიანი შეიძლება ზუსტი დრო ადგილიც არ იცოდეს. თუ შესაძლებელია მაინც ნატალური რუკის შედგენა, რომ შემდეგ ეს ყველაფერი განსაზღვროთ. კი, კეთდება რექტიფიკაცია ქვია მას, ეს არის თუცა ჩვენ გამოვკითხავთ ადამიანს, მაგათ როდის დაამთავრა სკოლა, როდის დაქორწინდა და უშუალოდ როდის რა სერიოზული დაავადება ქონდა, შემდგომ გარკვეული მოვლენების დამიხედვით ჩვენ ნელ-ნელა ვადგენთ იმ დროს, როდესაც იგი დაიბადა. ასე რომ ეს კეთდება. სად მთავრდება ასტროლოგია და იწყება ადამიანის პასუხისმგებლობა? ეს პირადი პასუხისმგებლობა გასაგებია, ეს გვირჩევს რუკას, ამას ვხედავთ, მაგრამ აი სად იწყება თვითონ პიროვნული პასუხისმგებლობა? ეს ადამიანზეა დამოკიდებული თავისთავად. ხო, არის კატეგორია ადამიანს, რომელიც საერთოდ უპასუხისმგებლოა. და მაგალითად ასტროლოგია ინტერესებს მხოლოდ ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ხო, აი მოდის ჩემთან, ხედავ რომ მისმენს, მაგრამ არ მისმენს ნახევარს. ისე უბრალოდ მე გადაიღებს self-ს, იქ რაღაცა ავტოგრაფს მივცემ და წავა. და მე ვიცი რომ იმას აფერი შეცვლება ცხოვრებაში, ხო? აი მოდის მაგალითად გოგონა ქუჩაში მაჩერებს მეუბნება, რომ ვიცით რა, მე თქვენთან ვიყავი 5 წლის წინ, პირადი რუკა გავაკეთე. არაფერი არ შეცვლა ჩემ ცხოვრებაში. მას გონია რომ დამაბნევს და ასე შემდგომ. მე ქვემო კონტრკითხვა, შავი მთვარე სად ყავდა და რას ნიშნავდა? არ მახსოვს პასუხი. კარგი, კარმული მისია შენი რა იყო ამ ქვეყნად მოვლენებისა? არ მახსოვს. კარგი, ენერგოდაბინძურება ქონდა, გამოსალოცი იყავი კი? გააკეთე? არა. აბარატ უნდა შეიცვალოს. მარტო იმიტომ რომ ჩემთან მოხვედი მომისმინე, ესე იგი პასუხისმგებლობა არა აქვს. იმ ადამიანს, ამიტომ მისი ბედიღბალი არ იცვლება, მან მხოლოდ მომისმინა. მოსმენით რო იცვლებოდეს ბედიღბალი დინამოს სტადიონზე დავსვავდი 60,000 კაცს და ლექციას წავიკითხავდი. ასე არ იცვლება ბედიღბალი. აი როცა მოდის ადამიანი მის თვალებში უკვე ხედავ როგორ იჭერს ამ ინფორმაციას, როგორ სწორად იგებს, რა სწორ ანალიზს აკეთებს და ეს უკვე როცა მიდის ჩემგან, მე უკვე ვიცი, ეს რეზულტატებს მოახდენს თავის ცხოვრებაში და სასიკეთოს და მე მერეკავენ მიყვებიან კიდეც, მიხვდით? ანუ პირველი არის ცნობიერება ჩვენ და გაიგოთ ჯერ, ვინ ახართ, რისთვის მოხვედით, რა გაქვთ შესასვლელი, რომ გამომჯობესოთ ცხოვრება და მეორე პასუხისმგებლობა იგეთ საკუთარ თავზე. ეხლა რაც მე გითხარით, ეს შეასრულეთ. გარდასახეთ პრაქტიკაში, ხო? ეს თუ დარჩა თეორია და ამის არ მოგცემთ. პრაქტიკული გარდასახვა, იმუშავეთ თქვენს უარყოფითობების აღგუფრაზე. გამოსალოცი ხართ, გამოილოცეთ, იმიტომ რომ უამრავი ბინძურ ენერგია, რომელიც ახშობს თქვენს არხებს და არ უშვებს იქ ნათელ ენერგიას და პრობლემები გიქნებათ, ხო? იმოქმედეთ სწორად. გაქვთ პერიოდები მოცემული კარგი, გაქვთ ცუდი, კარგ პერიოდში დაიწყეთ რა მნიშვნელოვანი პროექტი, ხა შეგულება დადეთ არა ცუდში. ანუ კორექცია შეიტანეთ ამ მოქმედებებით. ეს უკვე თქვენი პასუხისმგებლობა. თუ გინდათ, გააკეთებთ. თუ არ გინდათ, მაშინ პრობლემა არა და მარტო ჩემ მოსმენა გინდათ, კი ბატონო, აგერა ვარ. მისმინეთ, მაგრამ არ შეიცვლება მას. ეს პირველი ეტაპია ჩემ მოსმენა. მეორე ეტაპი თქვენ ხართ. ამ მოსმენიდან გამოტანილი ცოდნის რეალიზაცია ცხოვრებაში. მაშინ კი მესმის რომ კონკრეტული რჩევები და მიმართულებები ნატალური რუკიდან გამომდინარე შეიძლება მისვეთ ადამიანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ვინც გვისმენს, ყველას აინტერესებს თავის ნიშანზე. აი ემიგრაციის ჭრილში მოდი აი ბოლოსკენ მივდივართ ჩვენი ინტერვიუსი 12-ვე ნიშანს, აი თითო წინადადებით რომ მივცეთ მიმართულება თუ რჩევა თუ რამდენად განწყობილია, რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის ნიშანი ემიგრაციის კონტექსტში. ასე პირადი რუკის გარეშე გამორიცხულია ხო? ეხლა მე ვარ კურო. ეხლა მე რუკა არ მაქვს და გითხრათ რომ კარგია ჩემთვის უცხოეთია, ეს ხო ბლეფია. და ამ დროს ჩემი პირადი რუკა მიჩვენებს უცხოეთი ჩემთვის საშუალოა. ცუდი არ არის, მაგრამ კარგიც არ არის.
საშუალო მე შემიძლია წავიდე ვიმოგზაურო ჩამოვიდე მაგრამ იმიგრაციის კუთხით რომ მე დიდ წარმატებები არ მიწერია ეს მე ეხლა როგორ გითხრათ მე რომ კუროსთვის კარგია ზოგი კუროსთვის კარგია ზოგისთვის ცუდია უკვე პირადი ჰოროსკოპი მიჩვენებს ამას მეგდით მხოლოდ ამ კონტექსტში უბრალოდ თქვენ უნდა იცოდეთ აუცილებლად მეექცეთ ყურადღება მარტო ის თუ თქვენ გინდა წახვიდეთ მაგალითად იტალიაში არ გმარა ჩვენ უნდა ვნახოთ პირად რუკაში იტალია თქვენთვის წარმატებული ქვეყანაა თუ არა თუ არ არის, მაშინ ძალიან მალე ჩამოხვალთ უკან არაფრით. მეგდით? ამიტომ თუ კი მიდიხართ, ამხელა საქმეს აკეთებთ. ამხელა პასუხისგებლობას იღებთ საკუთარ თავზე, ხო? აქ ვიღაცისგან შეიძლება ფული ისეცხო და კრედიტი აიღო და 1000 სხვა რამ, ხო? მაშინ მოდით ეს ყველაფერი ჭკვიანურად გააკეთეთ. და ისეთ ქვეყანაში წადით, სადაც წარმატებას გაორმაგებთ და გაასტამაგებთ, ხო? და ამას აზრი მიეცემა. პირველ რიგში ესე იგი მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ეხლა ხდება მნიშვნელოვანი მოვლენები, მაგალითად უახლოეს პერიოდში 24 ივლისამდე არაფერი ახალი არ დაიწყოთ. არავით არის სერიოზული საყიდლები. მანქანა გინდათ? არა, 24-მდე ტექნიკა გინდათ? არა, სახლი, არა, უძრავი ქონება, არა. ეგ ეს მერკურის რეტროგრადულობა ნიშნავს რას, რომ თქვენ გაბრუნებენ უკან. ყველას ეხება ეს. აი ძველი საქმე ქონდათ, რატომაც არ წარიმართა. ან ძველი კონტაქტი იყო, რაღაც არ წავიდა კარგად. აი ხა დაუბრუნდით, გაიაზრეთ. აი ამის დროა. რატო არ წავიდა, რამ შეგეშალათ ხელი? გამოასწორეთ, ან ანალიზი მაინც გააკეთეთ ამისი. 24-ის მერე კი ბატონო, ახალი საქმეები, პროექტები, საყიდლები ყველაფერი კარგი იქნება. 24-მდე არა, ეს ერთი. მეორე, გამარჯვების მმართველი პლანეტა ახლა უკვე 1 ივლისიდან 1 წლით გადადის ლომის ზოდიაკოში. ლომი ერთ-ერთი მმართველია, მოდი ასე ვთქვათ, იტალიისა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ახლა მაგალითად 15 სექტემბრამდე შემთვარე მასწავლებელი ძალა გადის მშვილდოსანს. მშვილდოსანი მართავს იტალიის სამხრეთ ნაწილს, ლომი მართავს ჩრდილო ნაწილს. ესე იგი, უფრო მეტად გაუმართლებს 16 სექტემბრამდე მათ, ვინც ახლა ჩრდილო ნაწილშია იტალიისა, მაგრამ ვინც სამხრეთშია 15 სექტემბრამდე იყავით ფრთხილად. მოტყუების, თუნებების, კონფლიქტების ალბათობა გაქვთ მაღალი, მაგრამ 15 სექტემბრის მერე ეს ყველაფერი გადაივლის. აი ეს დეტალებიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ გვაქვს წინ, თუმცა ის რომ ლომის ზოდიაკოში გადადის 1 წლით კარგია, მაგალითად მათთვის ვინც იტალიაში, მათთვის ვინც საფრანგეთშია, აი ესეთ ქვეყნებში, კი ბატონო, გამართლებულია და უფრო წარმატების შანსები მოიმატებს. და ნუ მე ისე იმასაც გეტყვით, რომ დაახლოებით ეს იქნება აი 30 წელი, 30-31. აი აქ უცხოეთთან კონტაქტი იქნება ძალიან ნაყოფიერი, იმიტომ იქამდე ბევრი რამ გაერკვევა, ევროპის სტატუსი, ახალი ევროკავშირი, ბევრი რაღაცები შეიცვლება. აი იმ წლებში უკვე ევროპა იქნება გაცილებით უფრო ნაყოფიერი და წარმატებული. თუმცა ეს არის 2030-31 წელს გქონდეს. მაგრამ ეს არის შესაძლოა იქამდე არ უნდა გავეკაროთ თავისთავად რატო არა. მაგრამ უბრალოდ აი იქ უკვე ოქროს გარკვეული პერიოდია, თუ ვიმეორებ ოღონდ ეს ცვლილებები მოხდება სამთავრობო სტრუქტურებში. თუ არ მოხდა, მაშინ ეს კარგი პერიოდიც კი დაიკარგება ამასთან მიმართებაში. მაგრამ, ნუ ერთი რამეს მე ყველას ურჩევ, ყველას, რატო? იმიტომ რომ მაინც უზარმაზარ პასუხისმგებლობას იღებ და ამასთან დაკავშირებით მაინც უნდა იცოდეთ რა, ასტროლოგიური კუთხით. უცხოეთის რომელი ქვეყნებია კარგი. მაინც მიდიხართ, ხო? წავდეთ იქ, სადაც წარმატების შანსი გაქვთ მეტი. არ ჯობია ვიდრე წახვიდეთ იქ, სადაც იწვალებთ და არაფერი განსაკუთრებული შედეგი. აი ეს მომენტია და მე ხა მინდა ყველას შემოკარგებო, მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ, იმიტომ რომ ვიცი რომ გენატრებად სამშობლო, ვიცი რომ ძალიან გიყვართ სამშობლო და რაღაც ნუ ცხოვრებამ ესე გადაწყვიტა, რახან გადაწყვიტა, ესე იგი არაფერზე არ იდარდოთ, არაფერზე ზოგჯერ დარდობს, ფიქრობს, იქნება ესე არ მექნა და ასე შემდგომ ხო ალაპარაკებში ეს მესმის ყველაფერი არა. რახან იქ მოხვდით, ესე იგი თქვენი ჯვარი ეს არის. გარკვეულ ეტაპზე ცხოვრების, ესე იგი თქვენ ეს გჭირდებათ. უცხოეთთან ყოფნა. ეს ჯვარი კარგად მაღლა დაიჭირეთ, ღირსეულად გაიარეთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ უკვალოდ იგი არ გაივლის. ის მოგცემთ გარკვეულ ცოდნას, ის შეგძენთ გარკვეულ ახალ ურთიერთობებს, მოგცემთ რაღაცა შეიძლება იმ ფინანსურ საფრთხეებს, რომლითაც თქვენ მერე უკვე შეძლებთ სამშობლოში ახლებურად თქვენს შესაძლებლობების გამოვლენას. უცხოენაგეთ ოდენებას სამშობლოში ჩამოხვალთ, ამიტომ მსახურებით თქვენს ქვეყანაში შეიძლება ახალი ბიზნესი გახსნათ აქ, ის კონტაქტები, რომელსაც იქ დაამყარებთ, ესეც სამშობლოს მოხმარდებათ, თუ ჩადგებით მერე სამშობლოს სამსახურში და ასე ვთქვათ, გამოიყენებთ ამ შესაძლებლობებს. ამიტომ არ ედარდოთ რაღაც პერიოდი, ესე იგი თქვენი ჯვარი არის უცხოეთთან მიმართებაში. გაიარეთ ღირსეულად, მერე ჩამობრძანდით ჩვენთან და მოვესიყვარულოთ კიდევ ერთმანეთს.
ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის და მადლობას ვუხდი პოდკასტ არიას მასპინძლობისთვის. თქვენ უყურებდით ქართული, იტალიური და დიასპორული მედია ερμესი ტივის პოდკასტს. მე მომავალ საინტერესო ინტერვიუმდე გემშვიდობებით.